გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ როგორც ვარაუდობდი, ზუსტად ისე მიდის ყველაფერი და ფაშიზმი საქართველოში, რომელიც არის პირდაპირ ფუჩუკუტუ ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული, ეს პროდასავლური ფუჩუკუტუ ორგანიზაციების მიერ ამ წლების მანძილზე დაფინანსებული და გამოყვებილი და ყველანაირად ხელშეწყობილი თავის სახეს საჭირო მომენტში აჩვენებს. არ ვიცი ახლა სიმართლე გითხრათ, მე ამ ხალხიდან ეს ნამდვილად არ მიკვირს. ნამდვილად არა გასაკვირი ის, რომ ასეთ მომენტებში ასეთი გესლით ნაკვებმა საზოგადოებამ თავისი სახე აჩვენოს, მაგრამ როდესაც მშვიდობიანობის პერიოდში ეუბნები ამ ხალხს ამის გაგონება არ უნდა. და ეს ხალხი ამ ყველაფერთან მიმართებაში კოჰაბიტაციაშია და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა მივმართო პირველ რიგში აი ამ დედარძე მოწყნულ მამუკა მდინარაძეს, გენერალ-მაიორის ჩინები რო აქვს დაკიდებული, დილას რო მაიორი იყო და საღამოს რო უკვე პოლკოვნიკი იყო, გამხდარი შვაბღეზე ვიცე-პოლკოვნიკი და საღამოს უკვე პოლკოვნიკი. ამ დედამოწყუნს მინდა მივმართო და მივმართო უშიშროების სამსახურს. ბიჭო, რამდენჯერ უნდა მოხდეს ერთი და იგივე სცენარის გათამაშება საქართველოში და რამდენჯერ უნდა მოხდეს ერთი და იგივე პროვოკაციაზე ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წამოგება. აი მე გეკითხებით და ეს თუ არ არის თქვენს მიერ მხარდაჭერილი და ხელშეწყობილი, მაშინ მეორე რაღაცას გეკითხებით. რატო ამ ყველაფერს სახელმწიფო, როგორც ასეთი ინსტიტუცია, რატო არ უშლის ხელს? სად არის თქვენი სქრინვის დეპარტამენტი ქალბატონი თამთას სარდლობით? სად არის, რომელიც ბილწ სიტყვაობას, რომელიც ლანძღვა გინებას, რომლებიც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას თურმე მისდევენ და ნაც მიაყენეს შეურაცხყოფა დასჯადია, ქოც მიაყურեն შეურაცხყოფა დასჯადია, ისა და ყოველ დღე გვიწყობდით ბრიფინგებს 4,000 ლარიანი, 5,000 ლარიანი ჯარიმები და ესე შემდეგ და თურმე სოციალურ ქსელში ესეთი რაღაცა რო ხდება, ეს უნდა აღიკვეთოს სიძულვილის ენა. სად არის ახლა იქ თქვენი სქრინვის დეპარტამენტი? ეს 3 დღე არის განსაკუთრებით, სად მის დედის ტყნაში არის თავის მამუკა მდინარაძესთან ერთად. სადა ხართ თქვენ ბოზიშვილებო? აქ უკვე ლანძღვა გინებაზე კი არ არის საუბარი. დაწყებული კუთხური შუღლით, ჯერ მანამდე კუთხური შუღლის ამბავი იყო მოდაში და მაგ დროსაც იყავით ხუი ოზნაეთ, ასე რომ ვთქვათ. ახლა პირდაპირ გადავიდა ეთნიკურ შუღლზე და ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე და ფაშიზმზე. პირდაპირ გამოაჩინეს სახე, რომ ეს ხალხი არიან ფაშისტები. და არა მარტო სოციალურ ქსელში, ჩემო გარგებო. აი გუშინ გაიმართა პირდაპირ აქცია, ეთნიკური ნიშნით მიდიოდა რუსი იქნება, უკრაინელი, არ აქვს მნიშვნელობა, აი ეთნიკური ნიშნით ხალხი დადიოდა ქუჩაში და იგინებოდა მკვდარ-დაცოცხალს. აი სოციალურ ქსელში კი არა, აი ქუჩაში იყო ეს ხალხი გამოსული, მიტინგი ქონდათ, ამას დემოკრატია ქვია, სიტყვის თავისუფლება ქვია, რო კითხო და სადღაც რაღაცა რო გეთქვა, ყოველ მეორე წუთში გიჭერდნენ. გუშინ ჩაიარა იმხელა, რა ქვია, ამ ავადმყოფების ტაშპანდურმა ტარცოცხლის გინებით, არის იქ ქოცებსაც აგინეს, შეგარგოთ, ყველა ქოცს მოგიტყან მკვდარი და ცოცხალი, თქვენი დედა შევეცი, თქვენი ბრალია ყველაფერი, აქამდე რომ მიიყვანეთ ქვეყანა, არც ქუჩაში არავინ არ თხოვს პასუხს ამ ხალხს, რა თქმა უნდა, არც სოციალურ ქსელში არავინ არ თხოვს ამ ხალხს პასუხს. აქ გინებაზე კი არაა საქმე და აქ შეურაცხყოფაზე, ყოფით დონეზე შეურაცხყოფაზე კი არაა საქმე. არის პირდაპირ მიზანმიმართული ეთნიკური შუღლის გაღვივება, ფაშიზმი, პროვოკაცია საქართველოში. გამოვიდა ხალხი, პირდაპირ ჩაწერეს ბლოგები, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ესე იგი, ვიზე ლაპარაკობ, რაზე ლაპარაკობ, პირდაპირ ფაშიზმი, აი ეს სირი გამოსულა, ეხლა ამათი გამოზრდილი ახალგაზრდობა, რა უნდა იყოს უკეთესი, გამოსულა ეს და ეს პირდაპირ ამბობს, არ ვიცი, ბლოგს წერს უპრობლემოდ, რომ ეს ხალხი უნდა დაიჩეხოს, უნდა აიკუწოს, უნდა ესექნას, იმიტომ რომ რუსია.
იმიტომ რომ ეს რო კითხო ამას ფუჩუკუტუს ორგანიზაციის პატრიოტს ეს არის რა ქვია პატრიოტია ახლა ამ დედამოთქმს რო კითხო და ეს მაგარი ბიჭია კამერასთან და ყველა ჯიშ შეიძლება რაღაცა მაგრამ რუსი ადამიანი არა რუსი ქალი არა ხო და აი ესეთი ჩამოყალიბებული ფაშისტური სუბთაი 40-იანი წლების ევროპაში იყო ევროპაში შიგუკნიდან ევროპაში ქუჩაში როგორ დასდევდნენ ეთნიკური ნიშნით ებრაელს როგორ დასდევდნენ ეთნიკური ნიშნით ციგანს როგორ დასდევდნენ სხვადასხვა აღსარებლობის თუ მიმდევრობის ადამიანებს და კლავდნენ და ხოცავდნენ ეს იყო ფაშიზმი გამოდის ახლა ეს დედარძე მოტყნული ამის გამზდელ შევეცი ამაზე ტაშის დამკვრელის დედა შევეცი კიდე ამის თანამოაზრის დედა შევეცი და დარბიან ახლა და წივიან და კივიან ქუჩაში და წერენ ბლოგებს და იმას რა ქვია მიმართვებს და მიტინგებს მართავენ რომ ესე მოხდეს რომ თურმე რუსი ადამიანი არა რუსი ქალს ასე უნდა მოვიდეს რუს ქალს ისე უნდა მოვიდეს და თურმე ამაში მთელი პრობლემა არის რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო გვაქვს თურმე დაკარგული გვაქვს რატო გვაქვს იცი აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგული აი თქვენნაირი ბოზიშვილებით როა გავსებული ხელისუფლება თქვენაირი დედარძე მოტყნულებით როა გავსებული ქართული სოციუმი და თქვენაირების ხმა რო ისმის და ქართველის ხმა რო არ ისმის საქართველოში აი იმიტომ გვაქვს ეს ყველაფერი დამართული აი იმ ფაშისტების იმ ნაბოზვარი დასავლელი ფაშისტების ტაშფანდურით რო იყო ყველაფერი შექმნილი და მხარდაჭერილი თავის დროზე ჭანტურია და წერეთელი და ეს ბოზიშვილები რო იყვნენ მართლა ფაშისტები რომლებიც ჯერ კიდე 80-იან წლებში მიტინგები რო დაიწყო ნატო შემოყვანას რო ყვიროდნენ საქართველოში აი მაგიტო გვაქვს ყველაფერი დამართული და მაგიტო დაგვემართება ყველაფერი იმიტომ რომ თქვენნაირი მოღალატეებით სავსეა აი ახლა შეხედეთ აი ამ ძუკნას აი ამ ჩამოყალიბებულ ძუკნას ესა რა ქვია რომელიც საქართველოში ქალთა უფლებების და რა ვიცი ესა რა ქვია იმათ არის გამოცხადებული რა ქვია ფემინიზმის დედათ არის გამოცხადებული აი დააკვირდით ახლა კაი ქოცებს რას ლანძღავს და რანაირად ლანძღავს რა მნიშვნელობა აქვს დააკვირდით აგერ რას ამბობს დააკვირდით აგერ ცელი უზარმაზარი ამდენი წერა თუ იცოდა ნახდათ არ მეგონა რუსები მასიურად უკონტროლოდ შემოშვება გამოიწვევს ბევრ კონფლიქტს და მიდის პირდაპირი რუსოფობია აი ამ ფუჩუდან აი ნაბოზვარი ძუკნიდან და ამას არავინ პრობლემას არ ხედავს საქართველოში. არანაირი პრობლემა არაა თურმე. მერე რა მოხდა, კაცო? ესენი თურმე ოპოზიციონერები არიან, ამათ თურმე თავისი აზრის გამოხატვა აქვს თურმე. ამათზე თურმე არაფერი არ ვრცელდება. რა გინდა თქვენი დედა შევეცი? აი რა გინდათ გეკითხებით, აი ნუ ამაზე უკვე საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი, ეს ძველი არის ეს თურმე ეს ქართველ კაცს რო სვეტლანებზე არ უდგება თურმე რა. გასაგებია თქვენ ტრაკის მიმცემები ხართ და სვეტლანებზე და იმგენზე არ გეკნებათ ერექცია რა თქმა უნდა მაგაზე არ მაქვს ისა რა ქვია პრობლემა მაგრამ აი ამ დონეზე დავიდნენ ქართველი მამაკაცები რომელი ქართველი მამაკაცებიც რო კითხო სამშობლოს მცველი უნდა იყოს ქვეყნის მცველი უნდა იყოს ტრადიციული უნდა იყოს ვაჟკაცი უნდა იყოს გავანები ამას თავი თუ გინდა იქ შიგევროპელი იყოს საწერი ერთი რომელიც შიგევროპულ იმაში წერია რა ქვია დოქტრინაში რომ იყავი რომელიმე ერის, რომელიმე ეთნოსის, არა აქვს მნიშვნელობა, მოძულე, იყავი ასე შემდეგ მანდამაის განსაკუთრებით რუსოფობი, რუსის, ქალის, კაცის, ხელოვნების ყველაფერი სად გიწერიათ ეგ? ეგ? მაგაშიც რომ ვერც ერთში რო ვერ ჭიდებით, იმიტომ რომ ხართ რაფინირებული, ჩამოყალიბებული ფაშისტები. საქართველოში მე მივმართავ აი ამ ბოზიშვილს აი ამას დინარაძეს და მივმართავ ამ დედამოწყნულ უშიშროების სამსახურს რომ მათი პირდაპირი მოვალეობა არის ეს ყველაფერი მათ უნდა ამოეძირკვათ ბიძინა ივანაშვილის თამადობით ეს ყველაფერი საქართველოში იმიტომ რომ ეს არის უსაფრთხოების მთავარი წყარო ესენი ადრე თუ გვიან უბედურებას მოახდენ დააკვირდით როგორ ნაბიჯ ეტაპობრივად იქნა გავლილი ეს ყველაფერი ჯერ იყო და ну ახლა რუსოფობიის პრობლემა საქართველოში არასდროს არ იდგა ამათი წყალობით ეს არ უნდა დავარდეს დააკვირდით როგორ იყო მერაბიშვილთან მიმართებაში კაცზე ხელის დარტყმა მერე ტაშისკვრა თურმე რომ
საღოლ მერაბ ვაშკაცი ხარ ასე რაშიც ბოზურის მეტი არაფერი არ იყო. არაფერი არ იყო იმაში ბოზურის, არაკაცურობის, ჩათლახობის, კავკასიელი კაცისთვის ყველანაირად მიუღებელი, აბსოლუტურად ყველანაირად მიუღებელი და აბსოლუტურად ყველანაირად ანტი ვაშკაცური და ანტიქართული საქციელი რაც იყო. ადამიანს კითხვის დასვის გამო სტუმარ ადამიანს ხელი დაარტყეს და ამას უკრავდა ტაშ მთელი საზოგადოება. გეუბნებოდით მაშინაც რომ ეს არის დადგმული, ეს არის ჩამოყალიბებული სპეცსამსახურების მიერ შეკვეთილი პროგრამა, რომელიც საქართველოში უნდა მოხდეს. არა აინტერესებთ. ახლა ამ შემთხვევაში უკვე ქალის მიმართ თან ეს ქალი სასწაულებრივად აღმოჩნდა უკრაინელი, რომელიც თურმე ძებნილი ყოფილა უკრაინაში და ეს რა ქვია რუსეთიდან ჩამოსული უკრაინელია, მაგრამ მოღალატე უკრაინელი, ამიტომ უნდა დაისაჯოს, ამიტომ უნდა გადაუაროთ, ამიტომ უნდა ცემოთ, ამიტომ უნდა ტყეპოთ ეს ყველაფერი უნდა ჩაატაროთ თქვენ, იმიტომ რომ მოღალატე უკრაინელია. მე რა რო უკრაინელია, მოღალატე უკრაინელი არის და ასე შემდეგ და საერთოდ დაიჭირეთ და უკრაინას გადაეცით. თქვენი გამომწვევი დედაშევეცი, ქართველი კაცების გამოუპატიურებელი, ქართველი ხალხის პროკურატურას სახელით გამტყავებელი ციხეში ახალგაზრდობის მომხდელი უკრაინას ეგერ უზის რა ქვია ადეიშვილი ერთ-ერთ უზარმაზარ თანამდებობაზე და არც კი გიპირებთ ვინმე რომ მოგცეთ. დააკვირდით ამას და ესენი ნახეთ რა სცენარს დგამენ. ნახეთ რა სცენარი აქვს დადგმული. ახლა ატყდა ეს რა ქვია ამ ქალთან დაკავშირებით. არავის არ ახსოვს ქალი. არავის ხალხი, ქალები, ამა თქვენი ქალობა მოტყან, თქვენი დედა შევეცი, თქვენი მდედრობა, თქვენ რა ქმნილებები ხართ. ქართველ ქალზე გადაგვარებული ქალი მე დღეს არ მეგულება იმაში რა ქვია. სოფლიოში სადმე ქალი ასე გადაგვარებული იყო საქართველოში რომ ქალები გადაგვარდით, თქვენი დედა შევეცი მე. თქვენი გადაგვარებული დედა მოტყან მე. თქვენაირი დედამოწყნული მდედრების დიან, მე ამნაირ დედამოწყნულ გამოსრებულ კაცებს, რომელშიც კაცური არაფერი არაა დარჩენილი. ეხლა დააკვირდით, ხალხი, რომლებიც ქალთა უფლებებზე და ხალხი, რომელიც ქალთა ძალადობაზე დღედაღამე ლექციებს კითხულობდა, დღედაღამე წიოდა, ქვეყანას აქცევდა და დღეს ქართული ციხეების 60% ზუსტად აი ამ ძუკნების მიერ თავს მოხვეული ოჯახური ძალადობის პირდაპირ პიდარასტების და ფემინისტების და ლიბერასტების მოხვეული კანონით 60% კაცები ციხეში ზის და ზოგიერთი ზის რის გამო იცი კაცმა ქალს ვარი უთხრა სექსზე და ამის გამო სექსუალური ძალადობა იქნა ჩათვლილი. ეს ქალები გამოდიან, ეს დედარძე მოწყნულები და ეს დედარძე მოწყნული ქალები ახლა გამოდიან და კივიან და წივიან და ხო არა ქალზე ძალადობა არ შეიძლება, მაგრამ ყველა სიტყვა ნეხვია, რასაც მაგრამის მერი ამბობ. მაგრამ რადგანაც რუსი ქალია, ესე იგი შეიძლება. და ამას ტაშს უკრავენ. განურჩევლად ასაკისა. მე მინდა გითხრათ, განურჩევლად ასაკისა. თუ გინდა ბებიაჩემის ტოლა იყვნენ, გამოსცირებას ასაკი არა აქვს. და თუ გინდა ახალგაზრდები იყვნენ, განსაკუთრებით ახლა ახალგაზრდები არიან ესენი, მაგრამ არც დიდ უფროს თაობაში არ აკლიათ ამათ გამოყლებება. და გამოდიან ახლა და წევიან და კევიან ასე. იცით რა არის რუსოფობიის შედეგი? არა მე ნახდათ, კარგად ვიცი რომ დებილი უნდა იყოს ადამიანი რომ ეს არ იცოდეს, მაგრამ მაინც ისე გაგახსენებთ რა, აი მაინც გაგახსენებთ. ეს არის უკრაინაში გამართული რუსოფობიის შედეგი. ეს არის. და ის ხალხი, ვინც მაიდანი მოაწყო, ის ხალხი, ვინც რუსოფობიაზე თავიანთ პოლიტიკას აგებდა, ისინი აბსოლუტურად ყველა კარგად არიან. აბსოლუტურად მშვენივრად დაწყებული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტებით, პრემიერ-მინისტრებით, აქტივისტებით, ყველა კარგად არიან. აი ეს არის უკრაინელები 20 მილიონზე ჩამოვიდა უკრაინის მოსახლეობა. ეს არის რუსოფობიის შედეგი. ეს ისე ნეიტრალური ის რო ქვია რომ ვერ ხვდება რას რა მოყვება. ნაბიჯს რო გადადგა რა ნაბიჯი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს რო კითხო რო არ იცის და რო კითხო რო ვერ ხვდება. აი ეს შედეგი მოყვება საქართველოში საერთოდ რო იცოდეთ რუსოფობიას. ეს არ არის ის ქვეყანა, რომელი ქვეყანაც არის სადღაც რუსეთიდან შორს, იგივე ვთქვათ ბრიტანეთი, იგივე ვთქვათ
ავსტრია, იგივე სხვადასხვა ქვეყნების, რომლებიც მოშორებული არიან. არც ის ქვეყანა არის, როგორიც არის ბალტიისპირეთის ქვეყნები. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებსაც ნატოს ხოლდგა, ევროკავშირის ხოლდგა გადაფარებული აქვს თავზე. და ჯერჯერობით რუსეთი ამ ქვეყნებში შეჭრიდან თავს იკავებს. მაგრამ დარწმუნებული იყავით, მე გეუბნებით, რომ დარწმუნებული იყავით, რომ ეს აუცილებლად მოხდება. აუცილებლად მოხდება. ეს დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები დაწყებული არის და ეს აუცილებლად მოხდება და ბირთვული იარაღის პირისპირ არავინ ხმას არ ამოიღებს. ისევე როგორც დღეს არ იღებენ ხმას. ეგ რუმინეთში დრონი ჩავარდა, არავინ არ იღებს ხმას, ბალტიისპირეთში დრონი ჩავარდა, ლიტვაში დრონი ჩავარდა, ვერავინ იღებს ხმას, ესტონეთში ჩავარდა დრონი, ვერავინ იღებს ხმას, ლიტვაში ჩავარდა დრონი, ვერავინ იღებს ხმას. ვერ იღებენ. ახლა იქ როა სადმე ატომური ბომბი ჩამოვარდეს, ვინმე თავს ამოწევს, მაგრამ ეს ჯანდაბა იმათ რაღაცა თავისი ის აქვს, რა ქვია, ქოლგა გააჩნია. ეს არის საქართველო, რომლის დედაქალაქიდანაც 30 კილომეტრში დგას რუსული ტანკი. რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და 22 უკაცრავად 22% არის ოკუპირებული და რომელსაც შეუძლია 1 საათში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოახდინოს მარშ-ნახტომი ცხინვალიდან თბილისში. დარწმუნებული იყავით, არც ერთი ეს ბოზიშვილები რუსოფობიით რო პატრიოტიზმს ამტკიცებენ, რომლებიც არასდროს ყოფილან ომში, არც ჯარში არ უმსახურებიათ, არც ვეტერანის პატივისცემა გააჩნიათ და მხოლოდ და მხოლოდ ამით შეუძლიათ დაამტკიცონ პატრიოტობა, არავინ არ ჩაებმება ამ ყველაფერში. როგორც ჟორდანიას მთავრობამ დაკრა ფეხი, როგორც 92-93 წლებში დუბაიში გარბოდნენ ბოზიშვილები, როგორც 2008 წლის ომის დროს ზოგი სარფისაბაჟოზე გარბოდა და ზოგი წითელხიდზე და ზოგისად ერთი მეორის მიყოლებით დაიწყობიან, გაიქცევიან და იტყვიან პოლიციამ და ჯარმა დამიცვასო. ამას გააკეთებენ. რუსეთი დედამოწმულია და ოკუპანტიაო. ხო, რა თქმა უნდა, რუსეთს ახლა უკრაინას თავისი სისხლისა და თავისი ჯიშისა და იმას კიდევ უფრთხილდება და შენ არავინ არ გაგიფრთხილდება. ეს ცალკე საკითხია, ესენი უკვე ცალკე საკითხია. მე მინდა შევეკითხო ბიძინა ივანიშვილის თამადობით მთელ ქოცებს. თქვენი დებილი დედას შევეცი მე. 14 წელიწადია მოეთესალეთ ხელისუფლებაში. 14 წელიწადია ხედავთ, რომ ესეთი ჯგუფები, ესეთი პროვოკაციული ჯგუფები, რომლებიც თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად ეს ნაც ლიბერალისტულ ეს ჩათლახური ორგანიზაციები ყველა იდგა ამაზე. ჩემზე კარგად იცით და ზეპირად იცით ის ტროლბოტების ქარხნები, რომლებიც არის სოროსის ფონდით შექმნილი 1000 სიონისტური ურიული დაჯგუფებები, რომლებსაც აქ სახელი არ აქვს, გვარი არ აქვს, ზოგი ქალია, ზოგი კაცია, აბსოლუტური უმრავლესობა ესენი ურიები არიან, რომლებიც ჩვეულებრივად სიონისტების დავალებას საქართველოში ასრულებენ ხუთიანზე. და ეს არის სოროსის ფონდიდან ჩვეულებრივად ეს ხალხი შეკრული და რომელთა ეს არასამთავრობო ორგანიზაციების სახით აქვთ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი გახსნილი საქართველოში. აღარ მაქვს უკვე ლაპარაკი ღიათ რუსოფობიულ დაჯგუფებებზე, რომლებიც ბლომათა. გეკითხებით, აი თქვენი დედას შევეცი მე, აი ბიძინა ივანიშვილის თამადობით გეუბნები. თქვენი დედას შევეცი, ჩემთვის, ჩემნაირების, ჩვენნაირებისთვის, ვისაც ქვეყანა უყვარდა, ვინც დიდგორობაზე იღებდა ხმას, ვინც ემაზე რა ქვია, დავით გარეჯზე იღებდა ხმას და სხვა ბევრ რამეებზე იღებდა ხმას, ძალიან კარგად მოიცალეთ, რომ გასწორებოდით. სამართლებრივად იქნებოდა თუ პროვოკაციებით თუ რაღაცეებით. ადამიანები, რომლებიც საქართველოს და რუსეთს შორის დიალოგს ითხოვდნენ და ცდილობდნენ ჰუმანიტარული არხებით მომხდარიყო დალაგება ქართულ-რუსული კონფლიქტის და ადრე თუ გვიან ეს კონფლიქტი მოგვარებულიყო, ეგერე გულბათ რცხილაძის თამადობით ციხეში ყავთ ჩაყუდებული, გუშინ წინ კიდევ ერთი სასამართლო იყო და ამ სასამართლოზე კიდევ ერთხელ დატოვეთ ძალაში ისა რა ქვია ციხეში ჯდომა ამ კაცის კიდევ ერთხელ და აი ამ ბოზიშვილებს, აი ამ დედარძე მოტყნულებს, რომლებიც მასობრივად დედას კი არ იგინებიან ბიჭო, ფაშიზმს გადაგებენ. ფაშიზმი, რომელიც ქართველ ერში არასდროს არ ყოფილა.
არასდროს რო ყვია, რასაც გვაბრალები. მთელი 90-იანებიდან მოყოლებული გვაბრალებენ ფაშიზმს. კაცი შვილს ხმა არ ამოუღია. ამათ წინააღმდეგ ყველა იგივე ტელევიზიები, იგივე ტროლბოტები, იგივე ამათი აქტივისტები, ყველა ისე როგორც ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ და მე მიჭერდით, ბიჭო, 8 წლიანი მუხლით დავით საქართველოა რო ვთქვი და მოქმედებდი ეს ყოფილა თურმე იმის რა ქვია, ეთნიკური შუღლის გაღვივება ქართველებს და აზერბაიჯანელებს შორის. და თქვენი გამომწველავი დედაშევეცი დღე-დაღამე მიდის ყველაზე მეტ საშიშ, ყველაზე მეტ აგრესიულ, ყველაზე მეტ დიდ ძალასთან, რომელსაც მთელი მსოფლიო ვერ გამკლავებია პროვოკაციის შექმნა იმაში, რა ქვია, საქართველოში. ეს იყო დიდი გეგმა, ამ გეგმის უკან დგას დასავლეთი, ჩვეულებრივად, ეს ყოველთვის ასე იყო, კიდე ბრიტანელების თავი იყო აქ ჩამარხული და მუშაობდნენ ამ ყველაფერზე და მიიყვანეს აქამდე. რაც შეეხება საზოგადოებას, ჩვენ არ გვყავს საზოგადოება. ჩვენ გვყავს აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც უნდა ეწყინოს, ვისაც უნდა ესიამოვნოს აბსოლუტური მასა ქართული საზოგადოების, რომლებიც დღე-დაღამე Facebook-ში ყრიან და სოციალურ ქსელში ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, აბსოლუტური უმრავლესობა 99% თუ არა 95%, ეს არის გაუნათლებელი უწიგნური ბიოლოგიური ნაგავი. აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც ჩვეულებრივად შეიძლება გამართო პროვოკაციის საშუალებით. იდეოლოგიურად განსხვავებული ადამიანების რო კითხო რო იყვნენ, ისინი სტაშს უკრავდნენ ამ კაცის, არც ვაშკაცურ, არც ადამიანურ, არც ქართულ, არც და ყველა იმაშობოდა, რა ქვია, ტაშს უკრავდა ამ იმას. ამიტომ ეს არის უტოვინო სბროდი, რომელიც იმართება. და ამას მისით ვერავინ ვერ დაასრულებს ამ ქვეყანაში. ეს უნდა დაასრულოს სპეციალური სამსახურია, რომელმაც უნდა გამოავლინოს ამ ტროლბოტ ქარხნების სათავე, უნდა მოახდინოს ამ ადამიანების იდენტიფიკაცია, აი ამ ეთნიკური შუღლის გაღვივების რა ქვია, მოტივით და აი დანაშაულით, რომელსაც ესენი მართლა რეალურად აკეთებენ და რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის პროვოკაციას დგამენ, ჩემი რო უკვირთ, რას ქვიაო? მასო რა ქვია, გაბუნიას და გვარამიასო ჩააძაღლოსო პუტინმაო და პუტინის სპეცრაზმა მოკლასო, ეს როგორ თქვიო? დედა შევეცი, გვარამიასი, გაბუნიასი და ვისაც გულის წყდება კიდე იმისი. გინდა რუსის სპეცნაზ მოუკლია, გინდა სოფიან ძაღლს უკმენია, დედა მოთხნია, ესეთი ბოძიშვილები უნდა მოცილდნენ ჩემ ქვეყანას. იმის მაგივრად რო აღკვეთოთ ეს ყველაფერი, ამდენჯერ გადარჩა ეს ყველაფერი. და ეს მარტო საქართველოსდან კი არა მხარდაჭერილი. მთელი რუსეთი გავსებული არის ლიბერალური ძალებით, რომელი ლიბერალურ ძალებსაც დღე-დაღამე ისეთი როგორიც იყო ტაშს რო უკრავდნენ ნავალნი, რომელიც ქართველებს ვირთხებს ეძახდა, რომელიც 2008 წელს პუტინს დედასაგინებდა იმის გამო, რომ თბილისი არ გაასწორა მიწასთან და ამათთვის ტაშ დასაკველი იყო. ესეთი ბიოლოგიური ნაგავი რუსეთში არის ოხრად, არა მარტო რუსეთში, რომლებიც ერთმანეთს ამას სინქრონში ეს მთლიანად ერთ ჩვეულებრივი გლობალისტური ნაგავია. შეხედეთ ამათ აზროვნებას. გინდა ქართველი აიღეთ, გინდა რუსი აიღეთ, გინდა უკრაინელი აიღეთ, გინდა ინგლისელი აიღეთ, გინდა ამერიკელი აიღეთ, ვინც ამ იდეოლოგიის მიმდევარია, ყველა ერთი ყლით გაკეთებულია რა. ყველა აბსოლუტურად. არა აქვს მნიშვნელობა აბსოლუტურად ყველაფერში ერთნაირად აზროვნები. არაფერი თავისი აზრი ამ ხალხს არ გააჩნია. შაბლონურად მოაზროვნე ხალხი. და რა შეეხება აი ახლა ამ ამბავს კიდე უამრავი კითხვები ჩნდება იქაც. მე არ ვიცი, მე არ მინდა ამ ბიჭს ვინც დაიჭირეს და გამოვიდა, ჯერ დააკვირდით მისი ადვოკატის ხმა, სულ ჩამოყალიბებული პედერასტული ხმა, როგორც საერთოდ მიჩვეულები არიან ესენი. იმას რა ქვია, აი ეს მონაზო ბიჭებს, ვინც იქ ადვოკატი იყო და დააკვირდით იმას რა ქვია, ჟურნალისტები, რომლებიც დღე-დაღამე ქალზე ძალადობაზე ლაპარაკობენ, დღე-დაღამე ქართველი მამაკაცების მოძალადეობაზე ლაპარაკობენ, მივარდნენ და გილოცავთ, თავისუფალი ხართ, პირველ რიგში თავისუფლებას გილოცავთ, კომენტარი გააკეთეთ. ეს ბიჭი შეიძლება ჩვეულებრივადაა გახვეული. მე არ მინდა ამ ადამიანის მიმართ რაღაცეების ისა რა ქვია თქმა, იმიტომ რომ ეს შეიძლება ჩვეულებრივადაა გახვეული პროვოკაციაში, იმიტომ რომ ქართველი ადამიანის და ქართველი კაცის პროვოცირებაზე მეტი მარტივი არაფერი არა. მე ეს ვიცი როგორც მშვიდობიანობის, ომიანობის დროსაც. ომიანობის დროს
რაციაში იგინებოდნენ და მაგინებს ამის დედაო იარაღით გარბოდა. მტერია შეგაგინებს რაციაზე გადმოუძახებს, იმიტომ რომ გამოხვიდე ისროლ და საცეცხლე წერტილი გამოაჩინოს. იციან ეთნოფსიქოლოგია ქართველი ერის, რომ ესა ფეთქებადი ერი. ასეთი მონტაჟები მილიონ შეიძლება დაუდგა. მილიონი შეიძლება დადგა. მათ შორის იმ ლიბერალი რუსებიდან ჩამოიყვანონ აქ, მოახდინონ ასე, მოახდინონ ისე, აგერ სასტუმროს გადაუხდია ბენდუქიძეების და ამათი ეკუთვნილი ყოფილა. ის სასტუმროს გადაუხდია ის ფული. რაღაც ყველაფერი რაღაც ისე ეწყობა ეს ყველაფერი, რომ რაღაცა ეჭვის საფუძველი ხდება. როგორ ხდება იქ ყველაფერი? ხო, რა თქმა უნდა, სასტუმრო გადაიხდით ამ ფულს, იმიტომ რომ შერწყვა ამ ადამიანების მიმართ. სასტუმრო, როდესაც სამოქმედო იყო, მაშინ არ იმოქმედა. რატომღაც ეს სასტუმრო ეკუთვნის ბენდუქიძე ყვერის მარჯვენა ემას, რა ქვია, ყვერს და მის ტაშის დამკვრელებს. რატომღაც მთელი ეს ამბავი ტელევიზიამ ამათმა ისე გააშუქეს, როგორც გააშუქეს. არა, ქალის ცემა არ შეიძლება, მაგრამ თუ რუსია შეიძლება ცემა. რა ქვია ამას? ამას ქვია, რომ საქართველოში მოქმედებს ჩვეულებრივად და იმ აზრზე ვარ, აზრზეც ვიყავი, ამას ჰიბრიდულ ომში ქვია სამოქალაქო არმია, რომელიც სამოქალაქო არმიაც მოქმედებს თავისი მეთაურები და თავისი მეთაურები ვინ არიან? თავიანთი მეთაურები არიან ამათი ისა რა ქვია, სამოქალაქო აქტივისტები. და ვინ არის ამათი ისა რა ქვია, აზრის შემქმნელები? ტელევიზიები. ტელევიზიამ იაზროვნა, ტელევიზიამ დაამუშავა ფილტრი, ტელევიზიამ ჩამოყალიბა ყველაფერი, გამოუშვა, ჩაუვიდა მის ბიოლოგიურ ნაგავს. მერე ეს ბიოლოგიური ნაგავი შეიკრიბა თავიანთი მეთაურებით, მიწოდებული ინფორმაცია ტელევიზიიდან პროპაგანდის საშუალებებით და მოაწყვეს მიტინგი. რა ხდება მიტინგზე? რუსებს ყნა, რა, დედის ყნა, ამის ყნა, იმის ყნა, ისე ყნა, ისე ყნა. კაცი შვილი ხმას არ იღებს. ყველა გაჩუმებულია. არ მინდა მე კაცის ადამიანის პატიმრობა მithumetes ამ ბიჭის პატიმრობა საერთოდ არ მინდა. საერთოდ არ მინდა. არც ამის და არც სხვისი თუ მართლა უბედური არაა და მართლა საზოგადოებისთვის საშიში არაა და თუ ისა, მაგრამ ელემენტარულს დააკვირდით. როგორი ბედნიერები არიან, რომ ეს გარეთ არის. თქვენ გონიათ ამას ამ ბიჭის ბედი აინტერესებთ? ამათ აინტერესებთ რა? საქართველოში შეიძლება ასეთი რაღაცა ჩაიდინო? მე ახლა 5000 ლარს ვიღაცა გადაგიხდის და გარეთ იყო. ამიტომ აი ესეთი მომენტები ბევრი იქნება კიდე. ბევრი იქნება და ამას საერთო ჯამში ერქმება მე რუსოფობია საქართველოში და იძახეთ თქვენ რამდენიც გინდათ. ეს ყოფითი პრობლემებია, ეს ბიტავუხაა, ეს ისა. ეს ის არის, რომ საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა, რომლის მიზანიც არის საქართველოს არეულობა, დარეულობა, დაშლა, დაქცევა, განადგურება, აი ეს რუსოფობი მოღალატეები მარტივად გაირჩევა. აი ისტერიკა რო აქვთ რუსეთს. აი ეს ხალხი. ესა ყველაზე დედარძე მოწყნული ხალხი. ყველა გამონაკლისის გარეშე. არაფერი ამათ პატრიოტიზმთან, არაფერი შეხება ამათ არ აქვს. ესენი არიან ჩვეულებრივი, ჩამოყალიბებული პროვოკატორი ნაბოზრები. იმიტომ ამათ რომ მართლა ქვეყანა უყვარდეთ, მათი ბიოგრაფია რაღაცას უნდა გეუბნებოდეთ. მათი ბიოგრაფია უნდა გეუბნებოდეთ იმას, რომ ეს ხალხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რაღაცაში მოქმედებდა, რაღაცა შედეგი გამოიღო მათ მოქმედებამ, რაღაცა დათმეს, რაღაცა გაწირეს, რაღაცაზე მსხვერპლის გაღება შეუძლიათ. არა, ამათ არც ერთ არ შეუძლიათ მსხვერპლის გაღება, აი ესეთი დედამოწყნული ქალების გაზრდილ შვილებსაც არც არასდროს ექნებათ საქართველოში არანაირი იმის რა ქვია მსხვერპლის გაღების საშუალება, მაგრამ ყოველთვის ექნებათ აი ასე. ეს არის შთამომავლობითი აგენტურა, რომელიც არის გამრავლებული, მე ასე. მე მინდა მივმართო კიდე ერთხელ დასასრულს ამ ყველაფრის დასასრულს მინდა მივმართო ისევ და ისევ დედამოწყნულ ბიძინას და დედარძე მოწყნულ მამუკა დინარაძეს გენერალ-მაიორს და უთხრა. ძალიან კარგად გეშინიათ, რომ ომი არ დაიწყოს და ძალიან კარგად გეშინიათ, რომ ომი არ მოხდეს. მაგრამ ასევე იმის გეშინიათ, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვენზე მართლა რუსეთუმი არ თქვას და ამიტომ მიშვებული და ქვეყანა ბატალიებისთვის, აი ესეთი პროვოკაციებისთვის. და იმიტომ რომ თქვენ სამშობლო არ გაინტერესებთ. თქვენ გაინტერესებთ თქვენი პარტია, თქვენ გაინტერესებთ თქვენი კეთილდღეობა. აი ასეთი პროვოკაციები, რას მოგიტანთ იცი? ერთ დღეს დედას მოგიტყნავთ. ყოველთვის წყალს არ მოიტანს და არც არავინ გადაგისვებთ თავზე ხელს. დედას მოგიტყნავთ.
გამოგათრევენ კადაფივით ქუჩაში, გამოგათრევენ, გასწრებასაც ვერ მოასწრებთ. ვერც იმ რუსებიდან ვერ მოასწრებთ გასწრებას სხვათა შორის. და კადაფივით გიხმარენ ქუჩაში და დაგაგდებენ. დაგემართებათ ეს, დედას მოგიტყრავენ. ფული და ქონება კი არა, გვერდზე დაგჭებათ ყველაფერი და რას გეტყვით, იცი? ღირსი იქნებით. თქვენ ხო ღირსი იქნებით? აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობის, რომელიც ამ ყველაფერს ამ წლებია უყურებს, ეგუება და ხმას არ იღებს, აბსოლუტური უმრავლესობა თქვენს ყველა ღირსი იქნებით ამ ყველაფრის. იმიტომ რომ ელემენტარული განცდა არ აქვს. აიმე ღმერთმა ქნას ომი ხო არა? იქნება ომიც. დედის ტყუნაც გექნებათ და მამის შიმშილიც. ამიტომ აი ამდენი ხანი, ამდენჯერ მოტანილი კოკა, მე იტყვით რატო ხდება ასე? ამდენჯერ კოკას წყალი მოეტანოს, არსად არ ხდება. არსად არ ხდება. და ესა, აი შედეგი რუსოფობის. ასე იქნება. შეიძლება საერთოდ არ წახვიდეთ ომშიც, თქვენც, რა თქმა უნდა, რომლებიც არასდროს არ წახვალთ ომში და არ წასულყართ, მაგრამ კარგად იცოდეთ ერთი რაღაცა. ომის თეატრის გარეთაც შეიძლება ჩამოარდეს ბომბი და მოგეთყნათ დედის ტრაკი. უამრავი შემთხვევაში მშვიდობიანი მოსახლეობა, ეგრეთ წოდებული, რომელსაც თქვენ თუ მშვიდობიანი მოსახლეობა გვიათ, უამრავი იღუპება. თქვენ შეიძლება მოგეთყნათ გამზრდელი, მაგრამ თქვენაირი ბლუები ამას ვერ ხდები. და გამოდით, მაგრამ და თქვით, რომ მე ვიგინები თურმე და მე ვილანძღები თურმე და მე თურმე ჩემი მოსმენა არ შეიძლება. წავით, მაგრამ ეგრე და усმენთ დინარაძეს და усმენთ ამ დედარძე მოწმულებს და აქეთ ნაცები ამას ყვირიან, იქეთ ხოცები აფრიალებენ, რომ უიმე ეს თურმე აკაცუკების დადგმულია. სახელმწიფო სადაა? სად არის სახელმწიფო? როგორც იმ სასტუმროს ადმინისტრაცია სამის დედის ტყნაში ეგდო, სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა. თუ ერთ-ერთი მონაწილე არ იყო ამ ყველაფრის. აი კიდე ბევრი ეჭვიჩდება ამ გირაოს გადამხდელი. სადაა სახელმწიფო? თქვენი დედის ტყნაში და მამის შიმშილში არის. ამიტომ იცი რა, მე ჩემი ქვეყანა მეწოდება. ის 2% და 3% მეწოდება ჩემ ქვეყანაში. აბსოლუტური უმრავლესობა მე ქართულ საზოგადოებას საერთოდ არ მეწოდება. არ მეწოდება. იმიტომ რომ ეს ამ ბიოლოგიური ნაგავის მონაწილე არის, ან არა ინტერესებს და ფეხებზე კიდია მე ვიყო კარგად სვა ჭამო და ვიგულაო და რა ვიცი კაცო, თქვენ მიხედეთ თქვენ საქმეს და სამშობლოს ბედი არ ადარდებს, ხო და ვისაც სამშობლოს ბედი არ ადარდებს, მე მისი ბედი საერთოდ არ მადარდებს. აი ეს არის. კი იმსახურებს. მე გეუბნები, დღევანდელი საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერს იმსახურებს. რაც ჭირს, ეს არაფერია. 10 ამდენი უნდა ჭირდეს. 10 ამდენი უნდა ჭირდეს. ასე გარყვნილი, ასე გადაგვარებული, ასე მოღალატე, ასე საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის და საქართველოში კულტივირებული ფაშიზმის მხარდამჭერი და ტაშისდამკვრელი ქვეყანა და ხალხი ნახდათ არაა არსებო. აუცილებლად ექნება შედეგი ამ ყველაფერზე. ნახოთ. ჩატარეთ კიდე მიტინგი ქუჩაში და იძახეთ იმას რა, რუსებს რა, დედის ტყნა, მე რა რუსი ხალია, დაჭერით, დახოცეთ, ასეკენ, ნახოთ რას მოიგეთ. არც ყოფილ ხართ რა, ამ მოიკალე ამ ადგილისთვის თავი და ნერვები მოიშალე. მე საერთოდ არ მაინტერესებს ბიოლოგიური ნაგავი. აბსოლუტური უმრავლესობა არ მაინტერესებს ქვეყანაში. მე მაინტერესებს ჩემი ქვეყნის წარსული და მაინტერესებს ჯანსაღი ადამიანები. დანარჩენი მონებად ხართ, დაბადებული და უნდა გაგძვრეთ სული რა. უნდა განავადმყოფები ხართ, ან ცხრები ხართ, ან გვეკვეწარმავლები ხართ. ხო და рождённый ползун летать не может. ეგა თქვენი გამოსწორება არ იქნება. თქვენ ისევე მიშასაც გააправებთ, თქვენ როგორც ბიზნეს აправებთ და ასე იქნება და ასე წახვალთ და ასე წავა თქვენი ცხოვრება. ამნაირი ხალხის ბედიღბალი მე არ მაინტერესებს. ჩემი ქვეყანა მაინტერესებს. და ის ცოტა ვისაც ქართველობა აქვს დარჩენილი. მეტი არა. ესაა სიმართლე. აბა კარგად.